19 აგვისტოს საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია 12 საუფლო დღესასწაულთაგან ერთ-ერთს უფლისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტეს ფერის ცვალებას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო წირვა ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში აღევლინა. ღვთისმსახურება საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ აღასრულა. თანამსახურებდნენ სამების საპატრიარქო ტაძრის წინამძღვრის მოადგილე არქიმანდრიტი ილია ნასიძე და სხვა სასულიერო პირები. წირვის დასრულების შემდეგ მღვდელმთავარმა მრევლს დღესასწაული მიულოცა და ქადაგებით მიმართა. მიტროპოლიტმა შიომ ტაძარში შეკრებილებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ლოცვა კურთხევა გადასცა. მეუფე შიომ დღევანდელ ქადაგებაში დღესასწაულის მნიშვნელობაზე ისაუბრა. სახელითა მამისათა და ძისათა და სული საწმინდისათა, ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ ფერი ცვალების დიდებულ დღესასწაულს. გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის ლოცვა კურთხევას. ეს დიდებული მოვლენა აღწერილია წმინდა სახარებაში. ერთხელ უფალმა იესო ქრისტემ თავისი სამი მოწაფე პეტრე, იაკობი და იოანე წაიყვანა თაბორის მთაზე სალოცავად და მათ წინაშე ფერი იცვალა. მისი სახე გაბწყინდა მზესავით, მისი სამოსელი გახდა თოვლივით სპეტაკი და ელვარე და მოციქულებმა იხილეს ასევე, რომ უფალ იესო ქრისტეს ესაუბრებოდა ორი კაცი. ესენი იყვნენ ძველი აღთქმის წინასწარმეტყველები მოსე და ილია და ისინი ლაპარაკობდნენ იესო ქრისტეს განსulis შესახებ, რომელიც უნდა მომხდარიყო იერუსალიმში. გასვლაში იგულისხმება მისი მიწიური ცხოვრებიდან გასვლა, ჯვარცმის, სიკვდილის, მტრეთით აღდგომის და ამაღლების მეშვეობით. და ისინი ამაზე ლაპარაკობდნენ, რათა მოციქულები არ დაბრკოლებულიყვნენ, როცა იხილავდნენ ჯვარზე გაკრულ მაცხოვარს და მის სიკვდილს როცა იხილავდნენ. არამედ რომ სცოდნოდათ, რომ ეს ყველაფერი იესო ქრისტემ თავისი ნებით მიიღო, რაც გათვალისწინებული იყო ჯერ კიდევ მის მიწიურ სიცოცხლეში. და აი, ამის ხილვისას მოწაფეებს გამოუთქმელი ნეტარება დაეუფლა და მოინდომეს, რომ ეს ნეტარება სამუდამოდ გაგრძელებულიყო და ძალიან მიამიტად გამოხატეს ეს თავიანთი სიტყვებით, რაც უთხრეს უფალ იესო ქრისტეს. და აი ამ დროს ღრუბლიდან, რომელიც მათ ჩრდილავდა, გაისმა ხმა, ეს არის ძე ჩემი საყვარელი, ამისი ისმინეთ. რა იყო ეს მიზეზი ამ დიდი ნეტარების და სიხარულის, რაც მოციქულებმა განიცადეს? და აი დღესასწაულის ტროპარი გვაუწყებს ჩვენ ამას, რომ უფალმა თავისი ფერი ცვალებით მათ უჩვენა თავისი საღვთო დიდება. და ეს შუქი, რომელიც მათ იხილეს თაბორის მთაზე, არ იყო მატერიალური ბუნების. და ამდენად ეს არ იყო მხოლოდ მათი ხედველობითი აღქმა, არამედ ეს იყო ღვთაების რეალური გამოვლინება, ნამდვილი გამოვლინება. ეს იყო საღვთო ბუნების გამოცხადება. და აი ამ ბუნების მარადიული, უხრწნელი, უქმნელი შუქის ბრწყინვალება. და რა თქმა უნდა, ტკბილია და სასიხარულოა უფალთან ყოფნა. და განა ჩვენ მოკლებულნი ვართ ამ შესაძლებლობას? რა თქმა უნდა, არა. იმავე დღესასწაულის ტროპარში
ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ ჩვენს გვაზიაროს ამ დიდებას. შეგახსენებთ ამ სიტყვებს. გამოგვიბრწყინვე ჩვენცა ცოდვილთა. ნათელი შენი მიუაჩრდილებელი, მეოხებითა ღვთისმშობელისათა, უფალო დიდება შენდა. მაშა სადამე მოციქულთა მსგავსად ჩვენ შეიძლება ვიგრძნოთ ეს გამოუთქმელი სიხარული და ვიხილოთ თაბორის საღვთო შუქის ბრწყინვალება. ყველა ადამიანს შეუძლია ფერი იცვალოს. და მეტიც ყველა ადამიანის მოწოდებაა, რომ ფერი იცვალოს. ჩვენი ქრისტიანული ცხოვრების აზრიც ხომ სწორედ ეს არის, რომ ღვთისმშობლის მეოხებით ჩვენშიც გამობრწყინდეს მარადიული საღვთო ნათელი. ამრიგად ეს ჩვენება გაქრა თაბორის მთაზე, მაგრამ თაბორის შუქი და საღვთო ნათელი დარჩა დედამიწაზე. არ წასულა დედამიწიდან. და ჩვენ ის უნდა ვეძიოთ, ის უნდა მოვიპოვოთ. და ნეტარია ის, ვინც მას მოიპოვებს, ძვირფასო ძმებო და დებო. და ამისთვის შეიძლება ჩვენ დავთმოთ, შევზღუდოთ ჩვენი თავი ბევრ რამეში და დავთმოთ ბევრი რამ ამ მიწიურ ცხოვრებაში, რაც ხელს უშლის ამ ნათლის მოპოვებას და აბნელებს ჩვენს ცხოვრებას. კიდევ ერთხელ გილოცავთ, ძვირფასო ძმებო და დებო, ფერისცვალების დიდებულ დღესასწაულს ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა გაგახაროთ და გაგაძლიეროთ და ვეცადოთ ისე ვიცხოვროთ, რომ ჩვენს მოგმადლოს უფალმან საღვთო შუქის ხილვა, რომ ჩვენს გულებშიც იყოს ეს ნათელი თაბორისა. სიმდაბლე, სიწმინდე, სიმშვიდე, მშვიდობა, სიხარული და სიყვარული. და ამისთვის ჩავიხედოთ ჩვენს თავში და ვკითხოთ ჩვენს თავს. გვეხება თუ არა იესო ქრისტეს სიტყვები? ნათელი, რომელიც შენშია, ბნელი ხომ არ არის? და თუ ჩვენს თავში ცოტა მაინც შევნიშნავთ ამ სიბნელეს, სინანულის შუქით უნდა გავფანტოთ ეს სიბნელე და მაშინ ვიხილავთ ქრისტეს ჭეშმარიტ მარადიულ ნათელს, რისი ღირსიც გაგხვადოს ჩვენ უფალმა ჩვენმან იესო ქრისტემ თავისი მადლით და კაცმოყვარებით, რომელსაც ჩვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა თანა მამით და სული წმინდით აცდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ. წირვის დასრულების შემდეგ ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში ტრადიციულად ხილი ეკურთხა. ტაძარში შეკრებილი სასულიერო და საერო პირები დღესასწაულის მნიშვნელობაზე საუბრობდნენ და სრულიად საქართველოს დღევანდელ დღეს ულოცავდნენ. მოგეხსენებათ დღევანდელ დღეს, ახალი სტილი 19 აგვისტოს, ხოლო ეს არის ძველი სტილი 6 აგვისტო. მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს ერთ-ერთ საუფლო დღესასწაულს, ანუ ფერისცვალების დღესასწაულს. რასთან არის ეს დღესასწაული დაკავშირებული, რომ სახარებისეულად ჩვენ ვიცით, რომ აცხოვარმა თავისი სამი გამორჩეული მოწაფე იოანე, პეტრე და იაკობი აიყვანა მთაზე, რა დროსაც მათ წინაშე ფერი იცვალა. მაგრამ როგორც ეკლესიის მამები განმარტავენ, ეს ფერისცვალება რასთან იყო დაკავშირებული, რომ აქ მოციქულებს აეხილა, შეიძლება ითქვას, სულიერი თვალი და დაინახეს მათ ცხოვრის ღვთაებრიობა იმ დონეზე, რა დონეზეც მათ ამის დატევა შეეძლოთ. შეიძლება დღევანდელი დღე ეს არის მათ ცხოვრის ღვთაებრიობის განცხადება ადამიანების წინაშე და ისიც სიმბოლურია, რომ მას აი ამ გამოცხადების დროს თან ახლდა აწუყე გარდაცვლილი ძველი აღთქმის ორი გამორჩეული წმინდანი, ეს გახლავთ მოსე წინასწარმეტყველი და ელია თეზბიტელი. ჩვენ ვიცით საეკლესიო სწავლებით, რომ ძველ აღთქმაში ყველა მართალი ადამიანის კი ქვესკნელში მიდიოდა, ანუ ჯოჯოხეთში, რადგან სასუფეველის კარი იყო დახშული, ხოლო ელია წინასწარმეტყველზე ჩვენ ვიცით ბიბლიურად, რომ ის ცოცხლად ზეცაში იქნა ატაცებული.
და როგორც ეკლესიის მამები განმარტავენ, მაცხოვარმა მოიხმო ზეციდან ელია, ხოლო ქვესკნელიდან მოსე. რითაც ამით მოხდა რისი დადასტურება, რომ ის იყო ის ღმერთი, რომელიც არის გამგე ზეცისაც, ქვეყანისაც და ქვესკნელისაც. და აი ასეთი დიდ დოგმატური და დიდი საღვთისმეტყველო შინაარსის მატარებელია დღევანდელი დღე და დღევანდელი დღე არის დასტური იმისა, რომ ყოველი ადამიანო გახდეს ღვთისშემეცნებელი იმ დონეზე, რა დონეზე მას ამის დატევნა შეუძლია. და აი ამ დღესასწაულის თანაზიარი გახდა სწორედ ისამი მოციქული და მათი ასე თქვათ მაგალითით ყოველი ქრისტიანი მოწოდებულია, რომ მას ხორის ღვთაებრიობის თანაზიარი, ან სამღვთო მადლის თანაზიარი გახდეს ყოველი ადამიანი, რაც არის თითოეული ჩვენგანში სულიერი ფერისცვალების საფუძველი. მე მინდა ეს განსაკუთრებული დღესასწაული მიულოცო უპირველეს ყოვლისა ჩვენს კათოლიკოს პატრიარქს, ყველა ქრისტიანს და მთელ მსოფლიოს ღმერთმა რავალს დაგვასწროს. დღევანდელი დღე მინდა მიულოცო სრულიად საქართველოს. დღეს არის ფერისცვალება უფლისაჩვენისა იესო ქრისტესი. თაბორის მთაზე მოხდა ეს სასწაული, როდესაც იესო ქრისტემ თავის სამი მოციქულის წინაშე ფერი იცვალა და მას გამოეცხადნენ წინასწარმეტყველები მოსე და ელია და მოციქულებმა, როგორც აღწერილი არის სახარებაში, თავისი ძალისამებრ იხილეს უფლის დიდება. ქრისტე ვიცით რომ გამწინდა, მისი სამოსი გახდა სპეტაკი და ეს იყო მისი ღვთაებრიობის წარმოჩენა მოციქულთა წინაშე და მოციქულებმა ვიდრე ქრისტეს ჯვარცმა მოხდებოდა, აი ქრისტეს ღვთაებრივი დიდება იხილეს მათი შესაძლებლობისამებრ. ხო და ჩვენც ვიხილოთ უფალი და მისი ღვთაებრიობა კიდევ უფრო მეტად დავიჯეროთ და ყველას მინდა კიდევ ერთხელ მიულოცო ფერისცვალების დღესასწაული. ვულოცავ ჩვენს უწმინდეს პირველ რიგში ამ დიდ დღესასწაულს ფერისცვალებას, ვულოცავ პატრიარქის მოსაყდრეს და სრულიად საქართველოს ფერისცვალებას. ინებოს უფალმა, რომ სიკეთისკენ, სიყვარულისკენ გვეცვალოს ფერი. სრულიად საქართველოს ულოცავ ფერისცვალების ამ დიდებულ დღესასწაულს, განსაკუთრებით დიდი სიყვარულით მინდა მიულოცავ უწმინდეს და უნეტარეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს ილია მეორეს დავუსურვო ჯანმრთელობა, დიდხანს სიცოცხლე და დღეგრძელობა, ასევე ულოცავ მეუფე შიოს, სრულიად საქართველოს და ის სიკეთისკენ და სიყვარულისკენ გვეცვალოს ფერი.